გამარჯობა ჩეხეთიდან, როგორც ევროპისკენ მოგესალმებათ ბრნოდან, რომელიც ჩეხეთში მდებარეობს. ჩვენ ვაგრძელებთ ევროპაში მოგზაურობას და თქვენთვის და ჩვენთვისაც ევროპის გაცნობას. მაგალითად, ჩემს უკან ეხლა თქვენ დაინახავთ ტომას მაზარიკის ძეგლს, რომელიც გახლავთ ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტი და აქვე მარცხნივ არის სწორედ მისი სახელობის ძალიან ცნობილი ბრნოს მაზარიკის უნივერსიტეტი. სადაც ჩვენ გავიცანით ქართველი სტუდენტები, ამის გარდა კი ვიმყოფებოდით უნგრეთში, ელტეს ძალიან ცნობილ უნივერსიტეტში, სადაც ასევე გავიცანით ქართველი სტუდენტები და ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი. და მათგან ყველასთან ჩავწერეთ ინტერვიუ. თუ რა თემებზე ჩავწერეთ ეს ინტერვიუები, თქვენ შეძლებთ ახლა ნახოთ პირდაპირ ეთერში. ეროვნული გამოცდები დავწერე, უბრალოდ რომ შევადარე უნივერსიტეტები, ვარჩიე რომ აქ წამოსულიყავი და სიმართლე რო გითხრათ, ბევრად გამიმარტივდა აქ ჩაბარება ვიდრე საქართველოში. ძირითად განსხვავებას რაც ხედავ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეს არის ის, რომ ჩეხეთი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ვაჭრობებს, რასაც ვერ ვიტყოდით საქართველოს შესაბამისად, ფული უფრო მეტი შემოდის ქვეყანაში და ხალხიც უფრო ბედნიერი არის ამ მხრივ. შენ როგორ ფიქრობ, აქ 4 წელი მოგიწევს ხო სწავლა? 3 წელი. 3 წლიანი კურსია. კი ბატონო. როდესაც ამ 3 წლიან კურსს დაამთავრებ, მე ისევ სადმე ევროპაში მაგისტრატურას გააგრძელებ, თუ ფიქრობ იმაზე, რომ საბოლოო ჯამში მაინც საქართველოში უნდა ჩამოვიდე? საბოლოო ჯამში მაინც საქართველოში დავბრუნდები, უბრალოდ მაგისტრატურასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიფიქრია. რამდენად რთული იყო ადაპტაცია, მიჩვევა? ან შეიძლება ჯერ კიდევ ვერ მიეწვია, როგორ ფიქრობ? პირველად რომ სექტემბერში ჩამოვედი აქ და ვიყავი 17 წლის მაგ დროს და ცოტა უცხო იყო. უცხო გარემოში მარტო ყოფნა ამას აქში თან არ ვიყავი შეჩვეული. თან ბრნო, ასე ვთქვათ, განსხვავებული ქალაქია, იმიტომ რომ მე თბილისში გავიზარდე და თბილისთან შედარებით ცოტა პატარა ქალაქი არის, ასე ვთქვათ. და შეგვევა გამიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე ქალაქს და სტუდენტისთვის იდეალური ქალაქი არის. მეც ვერაფერს ვერ მოითხოვ ამ ქალაქისგან. აი რა მოგწევს ბრნოში ყველაზე მეტად, აი რაც შეიძლება თბილისში ასე არ ყოფილა და ბრნოში დაუშვათ ასე. დღის განმავლობაში სულ აქტიური არის და ღამის განმავლობაში სიწყნარი არის, უბრალოდ გაჩნია დღეს მაგალითად. პარასკევ ღამეს ვერ ნახავ ისეთ ადამიანს, რომელიც ქუჩაში არ იქნება. როგორც მოიხსენებათ, ჩეხეთში პაბების კულტურა პოპულარული არის და ასე ვთქვათ, გართობის კარგი ხერხები აქვს. ვიზა ლიბერალიზაცია გვაქვს. აი, მოგზაურობაზე რომ ესაუბროთ ცოტა და მის მნიშვნელობაზე, რაში გეხმარებით? ჩემი აზრით აუცილებელიც არის მოგზაურობა, იმიტომ რომ სხვადასხვა კულტურას ეცნობი. ახლა ყველა ქვეყანაში სადაც ნამყოფი ვარ, არის სხვადასხვა კულტურა, სხვადასხვა ხალხი და ასე ვთქვათ, ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობ. ჩეხეთში, რასაც ვუყურებ, ხალხი ერთად დგას, რაღაცა თუ ჭირს ერთს, მეორეს გვერდში უდგას და ერთიანობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში. და ხალხი უნდა მიხვდეს იმის საჭიროებას, რომ ცვლილება უკვე აუცილებელი არის და ქვეყანა ესე წინ ვერ წავა. მოგეთ შენ რომ მითხარი, რომ აი ძალიან კონტაქტი გვაქვს ხოლმე, აი რაში გამოიხატება ეგ? კონტაქტი იმაში გამოიხატება, რომ საკმაოდ ღია არიან სტუდენტებთან ურთიერთობაში. აი პრეზენტაციებს რაც შეეხება, საკმაოდ ღიად შეგიძლია ნებისმიერ დროს ჩაიკითხო, ნებისმიერი კითხვა დაუსვა. რა თქმა უნდა, ძირითადად არ ცდება ხოლმე სალექციო ჩარჩოებს, თუმცა მაგ შემთხვევაშიც ძალიან თამამად პასუხობენ, თუ რა თქმა უნდა, ეხლა პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე ვსწავლობ და თლად ღიებიც ვერ იქნებიან, თუმცა და თავის პირად დამოკიდებულებებს იშვიათად გამოხატავენ, თუმცა ღიად სადისკუსიო შეკითხვებს კარგად სვამენ და ძირითადად ორიენტირებულები არიან, რომ ჩვენში რაღაცნაირად უნარის გამომუშავებაზე. რატო გეუბნები, იცი? თანამედროვე ახალგაზრდა ხო, ძირითადად ჩართულია ტელეფონში და კონცენტრირების უნარის პრობლემა აქვს. და ხშირად დაკურებული არ ხარ. მე თვითონაც ხო ვასწავლი და აი 2-3 წუთზე მეტი ისაუბროს რაღაც თემაზე. მისთვის არის აი ამას ურჩევნია ყველაფერი. ოღონდ ეგ არ გააკეთებინო და აქ როგორ არის? ან რამდენად ხშირად გიწევთ აი ცლად შენი აზრის დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე საუბარი. თვითონ ლექტორები რამდენად გეხმარებიან იმაში, რომ ეს მეტყველების ნაწილი კონდეს დამოღამებული. აქ ჩვენ საკმაოდ მულტიკულტურული აუდიტორია ვართ, საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან არიან სტუდენტები ჩამოსულები და ძირითადად ყველა აღჭურვილია იმ უნარებით, რომ შეძლონ თავისი აზრით გამოხატვა და ჩემი ფაკულტეტის ფარგლებში ჩვენი ლექციები ძირითადად ორიენტირებულია ამ სწორედ აზრების გაცვლაზე და
თვითონ თემებიც ისეთი არის, რომელიც უბრალოდ გიბიძგებს იმისკენ, რომ შეკითხვები დასვა და უფრო აქტიური პროცესები მიმდინარეობდეს თვითონ აუდიტორიაში და შესაბამისად თვითონ ლექტორებსაც არ ამგონი ურთულდებოდეთ ჩვენი ალაპარაკება, მე პირადად ჩემი სუბიექტური გამოცდილებიდან საკმაოდ კარგი ჯგუფთან მომიწია ჩემი ასე ვთქვათ სემესტრების გატარება, იმიტომ რომ არასდროს ყოფილა დისკუსიის პრობლემა, ყოველთვის ვიღაცა იყო რომ ვინც დაიწყებდა. რამდენად ინტერნაციონალურია? ძალიან ძირითადად სიმართლე რო გითხრათ, თავიდან სულ პირველ სემესტრში რო ჩამოვედი, აფრიკის კონტინენტიდან იყო ძალიან ბევრი სტუდენტი, თუმცა სხვა ჩვენი პლანეტის სხვა ნაწილებიდანაც ხშირად არიან. საკმაოდ ბევრი არის ინდოეთიდან მოცული, როგორც საქართველოში, ისე აქ მოცული აქვთ მსოფლიო. ასევე ლოკალურ დონეზე ჩეხებს უბრალოდ ჩეხები თავის ენაზე სწავლობენ, მე რახან ინგლისურ პროგრამაზე ვარ, ჩეხებთან ესე პირდაპირ შეხვედრა არ მაქვს, თუმცა არიან ჩეხის სტუდენტები, რომლებსაც უნდათ რომ ინგლისურ პროგრამაზე ჩააბარონ და მქონია ხოლმე გადაკვეთა რამოდენიმე საგანზე. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იყო მათთანაც. ასევე სლოვაკების ბევრნი არიან. გერმანელებთან არ მქონია არასდროს შეხება, სიმართლე რო გითხრათ. როგორ მოხდი აქ? იმიტომ რომ სხვადასხვა ხშირად არის რომ საქართველოში თქვენ რომ უნივერსიტეტში ვერ მოხვდები ძნელია, მოხვედრას გულისხმობ. აქ გამოცდა მხოლოდ აპლიკაციას აგზავნი თუ აქ როგორი თემაა? სამაგისტრო პროგრამაზე არ იყო რთული თვითონ ადმისიის პროცედურა. მე მესამე კურსზე რო ვიყავი თბილისში სწავლისას, უკვე ვიცოდი რომ რაღაც უნდა მექნა, უნდა გამეგრძელებინა სწავლა და მეტნაკლებად ჩემი ინტერესებიც გამოკვეთილი იყო და მოუძებნე არის ბევრი ვებსაიტი, სადაც პორტალია სამაგისტრო პროგრამების და მე ისეთი მარტივი კრიტერიუმები მქონდა, მინდოდა რომ კარგი უნივერსიტეტი ყოფილიყო, ხელმისაწვდომ ფასად და მეტნაკლებად ხელმისაწვდომ ქვეყანაში. და როდესაც მასარიკის უნივერსიტეტის ეს ფაკულტეტი ვნახე, რომელსაც კონფლიქტები და დემოკრატიის კვლევები ჰქვია, რაღაცნაირად გამინაცდა, რომ სრულიად ერგებოდა ჩემს ინტერესებს. ძირითადად თვითონ მათივე პასუხშივე იგრძნობოდა, რომ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ძირითადად ინტერვიუ საფუძველზე ვიყვანთო და ძალიან გამიხარდა. პროცედურა ძალიან მარტივია. ეს პირველი ნაბიჯია რთული გადადგმის, რომ გერო გეშინია იმის, რაც არ იცი და არასდროს გაგიკეთებია და როგორც კი რაღაცას მოძებნი, ხო და წარმოიდგენ ტვინში ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს, უფრო ესე პროგრესულადაც მარტივდება ეგ. რადგან მე და შენ კოლეგები ვართ, ჩემი პირველი პროფესიით, აქ არის საინტერესო რა. ხშირად ამ პროფესიას, როდესაც ასწავლიან ხოლმე შაბლონებით, ან ისტორიულ კონტექსტში წინა დროს, როგორ დაალაგდა ესა თუ ის კონფლიქტი, თუმცა თვითონ ფაქტურა და ჩვენება არის გამარჯვებულის მხარე ყოველთვის. ძირითადად ესეა ხოლმე. ვიღაცეებისთვის შეიძლება ეს სწორიც იყოს, ასეც უნდა იყოს ალბათ, მაგრამ მეორე მხარის, ასე ვთქვათ, დანახვა და პოზიციის საკონფლიქტოლოგიისთვის აუცილებელი ფაქტორია. თვითონ პროფესიაში გულისხმობ. გასაგებია რომ მოქალაქემ შეიძლება უნდა იცოდეს ხოლმე ეს ნაწილი, მაგრამ კონფლიქტოლოგია ყველა მხარეში უნდა ერკვეოდე და დეტალებში. აი რამდენად დეტალურად ხდება, აქა მაინტერესებს სწავლება თანამედროვე კონფლიქტების. მე არ ვამბობ მეორე მსოფლიო ომის ან რაღაცა ძველი, რაც საფუძველია და ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ რატო გეკითხები? ხშირად კონფლიქტი როდესაც წარმოიქმნება, კონფლიქტი ხო არ წარმოიქმნება იმ დღეს, როდესაც უშუალოდ რაღაც საომარი მოქმედება დაიწყო და ამას ხშირად წლები ან საუკუნეები უძღვის წინ. აი ესეთ კონტექსტში როგორ ასწავლიან აქ? სიმართლე გითხრათ, რის გამოც შემიყვარდა აქაურობა, სწორედ სწავლის მეთოდი კი ცოტა ისე ჟღერს, თუმცა ყველაზე დიდ სიამოვნებას, სადაც ვიღებდი, თვითონ სალექციო პროცესზე იყო, იმიტომ რომ ჩემთვის თვალსაჩინო უფრო სხვანაირი იყო. იმას გულისხმობ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც კონფლიქტების მიმართ ჩემი ინტერესის შესახებ გავიგე, ეს იყო კონკრეტულად საქართველოში არსებული კონფლიქტების ფარგლებში, როცა მივხვდი, რომ მე ეს ინტერესები მაქვს. და ჩვენი კომპლექსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ სხვაგანაც, რა თქმა უნდა, მსგავსი ბევრი ფაქტორი თამაშობს როლს და აქ რო ჩამოვედი, ამ ფაქტორებმა გამოუცა მათმა სიმრავლემ, მათი გათვალისწინების, ესე ვთქვათ, რაკურსმა და ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი საგანი იყო კონფლიქტის მენეჯმენტი, ესე ვთქვა, სადაც ვაკეთებდით იმიტირებულ პროცესს თვითონ კონფლიქტის. ვიღებდით
ამა თუ იმ პირველი მაგალითად იყო რუანდის გენოციდი რუანდაში და შესაბამისად ამ ყველა წინაპირობას ამ კონფლიქტის შესახებ ორკვირიანი შვალები გვაქვს იმისთვის რომ მომზადებულიყავით. ამას კონფლიქტს სიღრმისეულად ვეცნობოდით სხვადასხვა ფაქტორებს და ვინაწილებდით მხარეებს. და მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობდა. დროს ხუტუს მხარეს თუ იჭერ ზართული უნდა იყოს ეს მოლაპარაკება. მე მაგ შემთხვევაში ხუტუს ნაწილი თან გენერალი ვიყავი შესაბამისად. არა. თვად ეგრე როლებში არ შევა, თუმცა უკვე წაგებულ მხარეს ვიყავი რეალურად. თუმცა საინტერესო პროცესი იყო ის თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ როგორც გარედამკვირვებლებმა შევიგრძნოთ ის რასაც ისინი განიცდიდნენ უშუალოდ იმ მომენტში და როგორ ჩავდგეთ მათ როლში და როგორ ვისაუბროთ ამ პრობლემაზე. თუმცა პრობლემა მთავარი მესიჯი ალბათ ამ საგნის ის იყო რომ ჩვენ აუცილებელი არ იყო რომ შეთანხმებას მიგვეღწია, იმიტომ რომ შეუთანხმებლობაც ამ პროცესის ნაწილია და კონფლიქტში მხოლოდ ის კი არის ყოველმომავალი წერტილი რომ ჩვენ ახლა იმისთვის რომ აქედან წავიდეთ შეთანხმებას უნდა მივახციოთ. არამედ შეუთანხმებლობაც ამის ნაწილია, რომელიც შემდეგ უკვე ფუნდამენტს ჩაუყრის სხვა მოლაპარაკებებს, რომელიც ახალი სიახლის საფუძველი იქნება. საინტერესო მოსაზრება. დღესდღეობით საერთოდ ითვლება ცოტა პოლიტიკაზეც გავისაუბროთ, რადგან ამ საკითხზე სასწრაფოდ ეუფლები. დღესდღეობით ითვლება, რომ ევროპა გადმოსდის დეკადანს. რომ აი რაღაცა კარგად არ არის ევროპაში და ამას ბევრი მხარე საუბრობს, არა მარტო თქვათ ევროპე კარე ისინი ვისაც არ უყვარს ევროპა, არამედ თავად ევროპელებიც. მაგრამ ერთია დავუშვათ ჩვენ საქართველოს და როგორ ხედავთ ამას ან რაღაცა ან სატელევიზიო სივრცეში როგორ არის ამაზე საუბარი, ან თუნდაც აკადემიურ წრეებში და მეორეა აი აქ ხალხში როგორ იგრძნობა, ან თუ იგრძნობა საერთოდ ეს მომენტი, ის ცვლილებები ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ხდება ევროპის ტერიტორიაზე, უკრაინის ომიდან გამომდინარე ბუნებრივია, ჩვენ აქ ხშირად წავაწყდით დროშებს. დიახ. უკრაინის ყველგან და ჩეხეთი ბუნებრივია მხარდამჭერია თავისი შესაძლებლობის პარკლებში უკრაინის. აი აქ კლიანობაში ადამიანები როგორ უყურებენ პროცესებს. იმიტომ რომ მაგალითად უნგრეთში ცოტა სხვანაირად შეიძლება უყურებენ. ამიტომ აინტერესებს შედარება. დიახ, უნგრეთთან შედარებით, უნგრეთში ბევრად უფრო მემარჯვენე რიტორიკა არის თვითონ სოციალური ფენის დონეზეც. თუმცა აქ სიმართლე რომ გითხრათ ძალიან აქტიურად ჩართულებიან თვითონ პოლიტიკურ პროცესში და მათი ინტერესები იღვრება პოლიტიკაზე თქო მოგატყუებთ. თუმცა არის აქტუალური თემები, რომელსაც ისინი ეხებიან და უბრალოდ ვერ გაიქცევიან იმიგრაციის ფონზე, რაც მით უმეტეს აღმოსავლეთ ევროპას ყველაზე მეტად ეტყობა. რა თქმა უნდა, უკრაინის კონტექსტში აშკარა და პირდაპირ მხარდაჭერა როგორც აღშფოთებით ასევე ტრადიციული ევროპული აღშფოთებით ასევე იმით რომ ძალიან ხელს უწყობენ დასაქმების პროცესში, მათთვის სავიზო პროცედურა უმარტივესია, არანაირად სირთულესთან არ არის ეს დაკავშირებული. პირიქით როგორც დასაქმება მაგალითად ჩემს უნივერსიტეტში მე ვითვლები საერთაშორისო სტუდენტად შესაბამისად მიწევს საფასურის გადახდა, მაგრამ უკრაინელებს უფასოდ აქვთ ანუ ყველანაირად მათ მხარეს არის ცდილობენ რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქონ ის ტვირთი რაც მათ რა ტვირთის ტარებად მათ უწევთ. ყველაზე სასაცილო რასაც ვამბობდი მივხვდი სამშობლოზე ლექს რა აწერინებს ადამიანს თქო რა. იმიტომ რომ ის ხშირად არის ხოლმე, ეხაც არის ეგ განავი ვისვატყვე აი ჯანს ლუკახიძის შემოქმედებასთან მრავალ ჟამიერს რო ჩართავან სამშობლოს ჰიმნს, რომელიც ჩემი საერთოდ ცხოვრებლის ფანჯრიდან ისმის ხოლმე. სულ სხვა შეგრძნება აქ რო წახარ და იქ. და აქ რო შეხვდები გადაიყრები შემთხვევით ქართულს, კიდევ უფრო სასიამოვნოა ამ უცხო გარემოში მათი დანახვა. მაგრამ აქ ალბათ ჩეხეთსაც აქვს თავისი პლუსები, ბუნებრივია. აი მე შევეშვა სწავლის ნაწილს, ზოგადად აი ცხოვრებისეულად აქ რა მოგწონს ყველაზე მეტად, აი რა პლუსებია. სიმშვიდე ოღონდ სხვანაირი გაგებით. ეს ადამიანები ჩვენგან ძალიან განსხვავებულად ცხოვრობენ. ჩვენ როგორ ცხოვრობთ, ის საერთოდ სხვანაირია. ძალიან როგორ თქვა, ძალიან მშვიდი და არა აქტიური ცხოვრების წესი აქვთ. ჩეხეთი ლუდის ქვეყანაა. კი. ხო. რამდენად იყვარს შენ პირველ რიგში, რამდენად ხშირად და აქ როგორც ვიცი, აი ათასობით სახეობაა. ხო, ლუდის, ცოტა რომ ამაზე გითხრა რა. ლუდს რაც შეეხება, ეს არის ჩემი სისუსტე, როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკასთან მიდის საქმე.
მე ლუდის ადამიანი ვარ, ძალიან მიყვარს ლუდი და მაგ კუთხით 64-ში მოვხდი. ძალიან ბევრი ლუდსახარშია, თვითონ ლოკალური მასშტაბით, კონკრეტულად მორავიის შემთხვევაში. და ყველას რაღაცნაირად განსაკუთრებულად კარგი გემო აქვს. სრულიად შემთხვევითი ლუდიც, რომელიც დახლზე შეგილია იპოვო მაღაზიაში, ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იქნება. აქ ოჯახური ლუდებიც არის, ხო? რაღაც 300 წელი რო რაღაც ოჯახი ამზადებს რაღაც თავის ლუდს და პირადად ამ ოჯახის ლუდია, ხო? მე არ მქონია იმის ბედნიერება რომ ეგამესინჯა, თუმცა მსმენია მაგის შესახებ იმ ადამიანები, იმ ჩეხებისგან, ვისაც გადავყრივარ. მაგრამ, მე სტაროპრამენი მიყვარს, აქაური სტაროპრამენი, აქვე აქვს წარმოება, სტაროპრამენის ქვებრენდია Starbrno ქვია, რომელსაც აქვე ასხამენ და ბრნოში ჩამოსხმული. დიახ. მაგრამ ყველაზე კარგი ისეთი არაცნობილი ლუდსახარშებია, რომელსაც ძირითადად ბარებში გადააწყდები და დახლზე ვერ ნახავ. და ეგ აქვს ყველაზე კარგი ალბათ ჩეხეთის. კი, მე ვეცნობით ჩეხეთის კულტურის ამ ნაწილს, რაც ჩამოვედით. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აი სწავლის ნაწილში როგორია უნივერსიტეტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართველს რომელსაც სტუდენტს ნებისმიერს, როდესაც სტუდენტს ჩამოსვლა უნდა, ეს რა ქვია, ხო? უნებრივია გახობაც აინტერესებს, ხო? თავისუფალი დრო როგორ უნდა გაატაროს სტუდენტმა ბრნოში. უნივერსიტეტის ფარგლებში ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება. რო ჩამოდიხარ, არავინ გაცვლის დასვენებას რა. ძალიან ბევრი გაერთიანებაა სტუდენტური, რომლებიც აწყობენ ამ ღონისძიებებს, დაწყებული რაღაცა ვორქშოპებით, ერთმანეთთან შეხვედრით, ერთმანეთის გაცნობის, სწრაფად დამეგობრების, ესე ეგრე ქვია. და მაგის დაწყებული კარაოკე ღამეებზე დამთავრებული, სადაც სტუდენტები დაპატიჟებულები არიან და იქ გაცნობით ფარგლებში ერთად მღერიან. ეს ყველა დღეს თავისი დატვირთვა აქვს. ჩვენ გვიყვართ ხოლმე ერთმანეთთან სიარული, ხო, ქართველებს? აქ რამდენად არის ეგ? მიღებული თუ წინასწარ უნდა დარეკო და შეათანხმო? არა, აქაც დააკაკუნებ და მანთხარ. და ბოლოს რაც მინდა გკითხო, რასაც ძირითადად ვეკითხებით ხოლმე სტუდენტებს, როგორ ფიქრობ, საქართველოში დაბრუნდები, როდესაც დაამთავრებ თუ რა თქმა უნდა, საქართველოში დავბრუნდები. ჩემი აქ წამოსვლის მიზეზიც საქართველოში დაბრუნებაა და აქ მიღებული ცოდნის უკან ჩატანა არის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩემი ინტერესი კონფლიქტებისადმი ლოკალური დონიდან იწყება და ამის სიღრმეში სწორედ მაგიტო შევდივარ, რომ რაღაც დიალოგი დაიწყოს ჩვენ ქვეყანაში.